გადმოვიდათ სტუდიაში ჩვენ და წარვადგინოთ ჩვენი სტუმარი ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი. მოგესალმებით, მადლობა ჩვენ. მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. შესავალში საუბრობდა 4 ოქტომბერი კალენდარზე მოინიშნა როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური დღე, თუმცა სხვადასხვანაირი ხედვა არსებობს და სხვადასხვანაირ შინაარსდებენ ადამიანები ამ დღეში და შესაბამისად სხვადასხვა ფსონიც არსებობს. თქვენთვის თუ არის გამორჩეული დღე და ზოგადად უნდა იდებოდეს თუ არა ერთ დღეზე ამხელა ფსონი? საღამშვიდობის, მე პირველ რიგში მართლა იმას გამოვიხმაურები, რომ ასეთი გრძელი კრიზისი დამოუკიდებელ საქართველოს ალბათ არ ახსოვს, პოლიტიკური კრიზისი, თორე ახლა პუტჩის შემდგომ კვირებს და თვეებს არ გულისხმობ, სადაც მათ შორის დღევანდელი რეჟიმის აქტიური ნაწილი იყო იმის შემოქმედი. არ მინდა ამაზე აქცენტი არ მინდა იმაზე გავაკეთო, რამდენად სწორია, არასწორია, იმიტომ რომ მე რო ქუჩაში რო დავდივარ, ადამიანებს ხვდები მაღაზიაში, წიგნის მაღაზია იქნება თუ სურსათის მაღაზია იქნება თუ ტაქსში ჩაჯდები თუ სადაც არ იქნები, ხო? ყველგან იგზნობა ის მზაობა, რომ ეს რეალობა შეიცვალოს. ეს რეალობა არ არის ის, რაც შეიძლება ზოგიერთ ჩვენგანს მოეწონოს, არ მოეწონოს, რაღაცაში დაეთანხმოს, არ დაეთანხმოს. ეს არის აპრიორი იმთავითვე მიუღებელი რაღაცნაირი გარყვნილებაა, ხო, რაღაც მენტალურიც, ვიზუალურიც, ყველანაირი. ეს, რასაც ხედავთ, შეუსაბამობაშია ყველასთან და ყველაფერთან, რასაც წარმოვადგენთ, ხო? ანუ შეიძლება ჩვენ ვიდაოთ, როგორი უნდა იყოს ქართველი, როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორი უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს, რასაც ხედავთ, ხო, ხალხი თანხმდება, რომ ეს არაფერს შუაში არ არის და რასაც მე ვატყობ, ძალიან დიდი მზაობა არის საყოველთაოდ. შეიძლება ელიტებში არ მიყვარს ეს სიტყვები და ამიტომ ჭყალებში ჩავსვარ, მაგრამ სხვა შორის აი მაგნატელზე რო თქვა, შეიძლება თუ არა ელიტებმა ნახონ სიურპრიზი, ესეც საინტერესო არის. არაერთხელ მომხდარა ეგ. ამ შემთხვევაში უფრო მეინსტრიმი იქნება ალბათ სწორი სიტყვა. ელიტებს რას ვეძახით, ამის დეფინიციაც საინტერესო იქნება. ამიტომ ვიძახი ჭყალებში, ხო, ამიტომ ვიძახი ჭყალებში, მე ვიძახი რომ გულისხმობს პოლიტიკურ კლასს, მედიას და საჯარო პირებს, რომლებიც აფასებენ პოლიტიკურ მოვლენებს. ხო, ვინაიდან იქ ძალიან დიდი არის ხოლმე სუბიექტური ინტერესი და ძალიან ხშირად ხდება ის, რომ თუ თვითონ ვერ ხედავს ადამიანი საკუთარ თავს რაღაც ამა თუ იმ ცენტრალურ პოზიციაზე, მაშინ ურჩევნია რომ 4 ოქტომბერს კი არა, იყოს 29 დეკემბერს ან 2047 წელს, ხო? მაგრამ ხალხში არის ამის ზაობა და აქედან გამომდინარე, მგონია რომ ძალიან დიდი ენერგიაა დაგროვილი, მგონია კი არა, ხედავ გზნობ ამას, რომ ძალიან დიდი ენერგიაა დაგროვილი და მოდი ასე ვთქვათ, არავინ არ იქნება წინააღმდეგი, რომ ეს დამთავრდეს ისე, როგორც ამაზე ორგანიზატორი საუბრობს, ხო? თუ არ დამთავრდება 4-ში, 5-ში, 6-ში, ანუ ეს არ არის ცხადია რაღაც ისეთი აბსოლუტური სანიშანს ვეტო თარიღი, მაგრამ ვიმეორებ, მზაობა არის, ენერგია არის, განწყობა არის და მეორე მხრივ ასევე შეინიშნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც აქამდე იყო ძალიან ჩამოყალიბებული ისეთი ცენტრალიზებული მართვის მოდელი, იმას რაღაცეები გამოეცალა, ხო, არიან ადამიანები, რომლებიც მინიმუმ იმაზე ფიქრობენ, რომ იცი რა, ძალიან კარგია, შეიძლება ის კოციც იყოს, კორუმპირებულიც იყოს, მაგრამ საფრთხეს უფრო მეტს ხედავს იმ სცენარში თუ ბიზნესად არჩევა. ხო, აი მათ შორის სკეპტიკოსები, ვინც 4 ოქტომბერს ასეთი მაღალი ფსონის დადებას სკეპტიკურად უყურებენ, შესაძლოა მათ ისიც თქვა, რომ აი ქართულ ოცნებაში ეს ადამიანები, ვინც ახლა ელოდებიან 4 ოქტომბერს რა მოხდება, თუ არაფერი არ მოხდა, გამყარდება ქართული ოცნება, მათ შორის აი ამ თავის წრეებშიც და ეს კიდევ ერთი რისკია 4 ოქტომბერზე ამ ხელაფსონის დადების. მოდი ასე ვთქვათ, რომ 13 რისკავს ფრუსტრაციას, ხო, 13 წელია ჩვენ აი ამ რუსულ სიბნელეს უპირისპირებთ თეთრ ხელთათმანებს, აკადემიურ სტილს, ჩვენ ეს არ გვეკადრება, ჩვენ ამას არ გავიმეორებთ და არ უნდა გავიმეოროთ, ცხადია, არაფერი არ გვჭირს სამათი გასამეორებელი, მაგრამ აი ეს მეტისმეტი აკადემიურობა მე ვიტყოდი ამ ბრძოლას ვნებს, ვინაიდან მეორე მხარე წესების გარეშე იბრძვის და იმ შიშით რომ გამყარდებიან, რა ვიცი, აი ყოველ წელს ყარდებიან, მეტი სადღა უნდა გამყარდნენ, ანუ ყველაფერი მათ ხელში აბსოლუტურად, ხო? ყველა თვითმმართველობა, ყველა დამოუკიდებელი მარეგულირებელი პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, რაც არის, ყველაფერი მათ ხელშია და ეხა და კანონმდებლობაც, ხო? ანუ მხოლოდ ერთადერთი ფაქტორია, რაც ჩვენ გვიცავს, აი ისინი თვლიან, რომ უბრალოდ რაღაცების გაკეთება არ ჭირდებათ. აი ამ ეტაპზე ამაზე მეტი რეპრესიები არ ჭირდება. პოლიტიკური კრიზისი ვერ მოაგვარეს და აი ზაზა შათერიშვილის ეს გამონათქვამი რომ წავიდნენ ბოლო-ბოლო ამ ქვეყნიდან და გვანებონ თავი ესეც მიუთით. მეც ესე მომეჩვენა. ამაზე რომ ყველაფერი საერთოდაც ვერ მოაგვარეს. მაგ ეთერში მე ამონარიდი ვნახე მცირე რამაყურებინებ და მაგას, მაგრამ სხვადასხვა აი სხვანაირად დაიწყო და სხვანაირად დაამთავრა. დაიწყო იქით რომ აი როგორც წინა ხელისუფლების დროსო ვიღაცები ბევრი იყო ციხეშიო და ის ნიშნავდაო რომ ქვეყანაში ძალიან ცუდად არის ვითარებაო, ეხლაო
იმდენი მიდისო, რომ უნდა დაემთავრებინა, რომ ეხლა ძალიან ცუდად არის ვითარებაო, მაგრამ უცბად მიხვდა, რომ არასწორი დასკვნა გამოვიდოდა და გადაუხვია და წავიდა ისე რომ დარჩნენ იქაო. ხო, ცხადია, ეს არის მათი რაღაცნაირად ერთმანეთს ამხნევებენ group-think-ი თუ რაც გინდა დავარქვათ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ამაზე, ანუ პირველი შემთხვევა, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერში შეცდნენ. მათ ეგონათ, რომ პროტესტი ძალიან მალე განილეოდა, არ განილია. მათ ეგონათ, რომ ისინი შეძლებდნენ საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვებას, მათ ეს ვერ შეძლეს. თან ყველანაირი რესურსი ჩადეს, ხო ხა, რასაც სინამდვილეში ისინი სხვებზე ამბობენ, რაღაც ნაცები, რაღაც ლობისტებს ქირაობენ, სინამდვილეში ჩვენ ვიცით, რომ ბიზინა ქირაობს ამ ლობისტებს, მაგრამ ეს ლობისტებიც კი ვერაფერს ვერ ხდებიან, იმიტომ რომ ნუ არის რაღაც რაც არ pravda. და როგორც მოარული ხმები ამბობენ, მსხვილი ბიზნესებიც ეხმარებიან სანქციების წინააღმდეგ ლობირებაში. კერძოდ ბიზნა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს თორე შეიძლება ბიზნეს კონდეს სხვადასხვა ტიპის ეკონომიკურ სანქციასთან დაკავშირებით თავის მოსაწრება, მაგრამ უშუალოდ ბიზნა ივანიშვილთან დაკავშირებით გვესმის ჩვენ ეს ხმები სხვადასხვა წყაროდან სხვათა შორის. ხო, ნუ მან ისეთი ვერსიაც არის, რომ ზოგიერთ მსხვილ ბიზნესს ივანიშვილთან ერთად და ივანიშვილის ბიზნესებთან თუ პარტნიორებთან ერთად ისეთი რაღაცები აქვს ნაკეთები, რაც უბრალოდ ფულის კეთების მიღმაა, ხო? და შესაბამისად ისევე როგორც კონკრეტული კორუმპირებული ჩინოვნიკები ისინიც საკუთარ ტყავს უფრთხილდებიან ვინაიდან თუ კანონი ყველასათვის ერთია და თუ კანონზე მაღლა არავინ არის, მაშინ კანონზე მაღლა არავინ არის და შესაბამისად, როდესაც შენი ეგრეთ წოდებული კრიშა აღარ იქნება ხელისუფლებაში, მაშინ ყველა კითხვა დაისმევა. თან ეს ხო გადაეჯაჭვა ძალიან, ხო, ბოლო 13 წელი ეს არ არის უბრალოდ რაც ყველაზე უარესი ვერსია რაც გვინახავს შეიძლება აქამდე ჩვენ ქვეყანაში, რომ აი მსხვილი ბიზნესი წირავს ფულს, თქვათ რაღაცა სახელმწიფო პროექტებს აფინანსებს, ივანიშვილი უფროს პარტნიორად უზით ბიზნესში და შესაბამისად აი ამ სანქციებში სინამდვილეში გადაჯაჭულები არიან ერთმანეთს, ხო? და სავარაუდოდ ეს იქნება ძალიან დიდი აუგიას თავლა, რომელიც გასაწმენდი იქნება ნებისმიერი ხელისუფლების შემთხვევაში, რომელიც აქ მოვა. იმიტომ რომ ეს სისტემა, ეკონომიკური მოდელი, რაც ახლა არის, ხო ვეღარ დარჩება ამ ქვეყანაში. ეს ეკონომიკური მოდელი ხო პოლიტიკური გაგრძელება აი რას ფიქრობთ ამაზე, თუ ეს მოქმედებს ადამიანების ჯიბეზე. ეს მოქმედებს კეთილდღეობაზე, ხო ამ ქვეყანაში. მოდი ასე ვთქვათ, ეკონომიკური მოდელი ერთია და მეორეა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობრივი ხედვა. ძალიან ბევრი ამბობს, აი ზუსტად მაგ კონტექსტში, როდესაც ეკონომიკურ მოდელზე ვსაუბრობ, ძალიან ბევრი ამბობს, რომ იცი რა, ჩვენ ვიძულებული ვიქნებით, რომ რაღაცა ტიპის ამნისტია გამოვაცხადოთ, ვიღაცებს რაღაცები შევარჩინოთ და ასე შემდეგ, ხო? ამისი ეფექტი მარტო ის კი არ არის, რომ დავუშვათ ეკონომიკაში რაღაცთან ხარ რჩება და ვიღაცა ვინცაც მოიპარა თუ წაგლიჯა და ასე შემდეგ, იმასაც ეპატია. ამის ეფექტი ის არის, რომ ადამიანების 90% თუ მეტი, რომელიც ამას უყურებს და ფიქრობს, რომ მე სულელი ვიყავი, გადასახადს რო ვიხდიდი, მე სულელი ვიყავი, რო არ ვიპარავდი, ხო? აი ეს არის ბევრად უფრო მძიმე შედეგი, რომელიც მე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად უფრო უარეს მოიტანს. ანუ ჩვენი თავარი პრობლემა ამ საზოგადოების ჭამს ეგ არის. რა თქმა უნდა, და ანუ ამით შენ სიგნალს უშვებ, რომ მოსულა კორუფცია, მოიპარა, მე ვიღაც მოვა, ყველაფერი შეგრჩება. ხო, თუმცა ეს ორდლესული მახვილია, მეორე მხრივ შენ გჭირდება მასიური დიდი კოალიცია გჭირდება ხელისუფლების შესაძლებლად, მათ შორის უნდა მოიპოვო გარკვეულდობა აი ამ ელიტების, ხო, რომელზეც საუბრობთ, რომ ისინი არ გახდებიან რაღაც. ხო, ხარ მინდა ესე გამომივიდეს ძალიან რაღაც მემარცხენეულად, იმიტომ რომ არ ვარ, მაგრამ ნუ ხანდახან ელიტები, აი ხარ ამას რო უყურებ, რაც ივანიშვილმა საქართველოში გააკეთა, ამ სიტყვას ისევ ბრჭყალებში ჩავსვამ, ხო? ხშირად ისე იკვეთება, რომ მან თითქოს ყველა მიმართულებით ბრჭყალებში ელიტები მოისყიდა. რაღაცა თვალსაზრისით, ხო, ყველას რაღაცა გადაუგდო, ფედერაციები იქნება, რაღაც ყველა და სხვადასხვა მიმართულება, ხო? შესაბამისად ეს ნაპრალი უკვე გაჩენილია ეგრეთ წოდებულ ელიტებსა და ხალხს შორის და თუ ამას ხალხი დაასრულებს, მხოლოდ გამიხარდება და არანაირი მემარჯვენე მემარცხენე თემატიკა არ იქნება რელევანტური არ. ხო, თავდაც შესაძლოა ვერ გზნობენ თავს, ხო, ერთმანეთში ასე მყარად შიდა არეულობა და შიდა დაპირისპირებები ამის ნიშანია, რომ მათ შორის შიგნითაც ნდობის პრობლემა. ეგიდით სინამდვილეში ძალაუფლების ახლებური გადანაწილება, ეგ თუ რამე უნახავს ჩვენ ქვეყნის და საბჭოთა კავშირის ისტორიას, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნაცადი გზაა და რუსეთის მაგალითი გვაქვს კიდევ. მაგრამ დავაანონსებ მეორე ბლოკში ეკონომისტთან და ფინანსისტთან ერთად სლად ვილაპარაკებთ ბიზნესსა და ეკონომიკაზე და პოლიტიკურ ვითარებას რო დაუბრუნდეთ, თქვენ განწყობების მომწიფებაზე რო საუბრობთ, თუ ხედავთ პასუხისგებლობის ამღებ პოლიტიკურ ლიდერებს,
ციხეში თუ ციხის გარეთ, ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ ციხიდან ბევრი რამის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ ციხეში მყოფ ლიდერებსაც აქვთ პოლიტიკური გავლენა და ასევე ახალი ლიდერები რატომ ვერ იშვა? თუ იშვა და ჯერ არ ვიცნობთ ჩვენ. ხო, ერთი თუ შეიძლება წინა საუბრის გაგრძელება და დასასრულად გავიხსენებ ერთ დეტალს. ვარდების რევოლუციის მერე თუ პერიოდში ესეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ შევარდნაძემ თითქოს იყიდა ვილა ბადენ-ბადენში. კაცი, რომელიც 72 წლიდან ჯერ საქართველოს რაღაც მაშინდელი SSR ხელმძღვანელი იყო, მერე 5 თუ 6 წელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მერე 12 თუ 13 წელი ისე პრეზიდენტი იყო და ის ფაქტი რომ ბოლოს ის გერმანია გააერთიანა და არც უყიდია. ხო, და ხო, საქმე იმაზე რომ აი ამ ინფორმაციამაც კი დიდი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში, რომ რამხელა კორუფცია ყოფილა. ხო, და აი დღევანდელი გადმოსახედიდან რამდენად აი სად მიგვიყვანა შევარდნაძემ, რომ ვიღაც ერთ-ერთ კი არა, რა ვიცი, ბევრ ცინგლიან ბოდიშა ამ სიტყვას აბსოლუტურად შეგნებულად ვამბობ, აი ვიღაც სახელი და გვარი რო არ იცი და არც უნდა იცოდე. აი ეგეთ საშუალო და დაბალი რანგის ჩინოვნიკებს აქვს იმდენი მოპარული, რომ აი ვილა სადღაც ბადენ-ბადენში აღარც ითვლება, ხო? რა მასშტაბებზეა საუბარი? 300 მილიონი, 800 მილიონი, უბრალოდ ენით აღუწერელი მასშტაბებია და ეხლა აქ იმაზე საუბარი, რომ ვიღაცას რაღაცა უნდა შერჩეს, რომ ეკონომიკა არ დაზიანდეს, ეკონომიკა დაზიანდება მხოლოდ მაშინ, თუ ამის ნორმალიზება მოხდება. ეხლა რაც შეეხება იმას, რაზეც სალამ მეკითხა, ვინ არის პასუხისმგებლობის ამღები, ნუ ეხლა ასეთი გამოჯერეთი, ნუ ამ თარიღის ორი მთავარი ავტორი პაატა ბურჭულაძე და ლევან ხაბეიშვილი, რომელიც დღეს პოლიტპატიმარია, ანუ ორი ადამიანი, რომელიც პირდაპირ იღებს ამ თარიღზე და ამ ინიციატივაზე პასუხისმგებლობას და ეს მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს. ამ თარიღზე არ გულისხმობ ხოლმე. ხო, ანუ ზოგადად რაც შეეხება, შეიძლება იყოს. ხშირად ხდება ხოლმე ისე, როდესაც ამ ტიპის ცვლილებებზეა საუბარი და ჩვენ საუბრობთ, ხო, როდესაც ცვლილება მართლა ქვემოდან მოდის, ხალხის უკმაყოფილების შედეგია, ნუ არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცვლილება არ უნდა მოხდეს და მე რაღაც ეტაპზე თავის არ გამოიკვეთოს, ხო? მოდი ახლა ის უცხოელების გადმოსახედიდანაც შევხედოთ, იმიტომ რომ ხანდახან ისინიც ამ თვალსაზრისით უსამართლოდ გვექცეოდნენ. ძალიან ხშირად იყო ხოლმე ასეთი კითხვა, რომ აბა ვინ არის ლიდერი? თუ იქ დაშვების დონეზე მაინც გამოჩნდებოდა, რომ სააკაშვილი შეიძლება იყოს ლიდერი, ხო? ნუ მაშინ ბევრი ამბობდა, რომ იცი, ანუ არ გვინდა. ან არ ამბობდა, მაგრამ ისე იქცეოდა, რაც ამას გულისხმობდა. რევოლუციის დროს? არა, ივანიშვილის ბოლო 10 წლის განმავლობაში, ხო? მე ხა ბოლო ხანებში, როდესაც ნუ გარკვეულწილად მოხდა ფრაგმენტაცია, რაც სამწუხაროდ დაანონსა ოდესღაც ივანიშვილმა, მაქსიმალური ფრაგმენტაცია. ეხა ეს უცხოელები რო გეკითხებენ, აბა ვინ არის ლიდერი? მინდა ხოლმე უბრუნებ ამ კითხვას, რომ კაცო, სანამ იყო ვიღაც ლიდერი, ის არ მოგწონდა. ეხა ლიდერი აღარ ეხა ამას საყვედურობ, რომ რატო არ არის ლიდერი, ხო? ანუ ჩამოყალიბდი და შენც აიღე რაღაცებზე პასუხისმგებლობა, შენც აიღე იმაზე პასუხისმგებლობა, რომ ლამის გუშინდლამდე, სანამ ივანიშვილმა აბსოლუტურად შეგნებულად ყველა გზა არ მოგიჭრა, რომ ეს აღარ შეგემჩნია, მაინც უправებდი დემოკრატიას, წინსვლას კი არა, ნუ აი რაღაც ძალიან მსუბუქი ტერმინებით აღწერდნენ ამას, ხო? დემოკრატიული უკუსვა. რა უკუსვა? ანუ რა უკუსვა ჩვეულებრივ ჯამახირია ჩამოაყალიბა კაცმა. ხო და შესაბამისად ან ამის ძალიან ბევრი მოდელიც არის, არ მინდა ეხა ისევ საბაბი მივცე ვიღაცებს, მაგრამ ნუ კონკრეტულ მაგალითებს არ გამოვიყენებ, მაგრამ ის შემთხვევა არის, როდესაც ცვლილება ხდება სახალხო დონეზე და პოლიტიკური ლიდერშიპი გამოიკვეთება ხოლმე მე, თუნდაც არჩევნებში. საბოლოოდ ჩვენ გვყავს მეორე უკიდურესობაში თორე გადავარდე, ჩვენ გვყავს პოლიტიკური კლასი. პოლიტიკოსები, ვინც მათ შორის ახლა ციხეში არიან, ან არ არიან ციხეში, ხა ძალიან ცოტა დარჩა გარეთ. რომლებიც, ნუ გაუძლეს ამ პროცესს რა. არ არის ამ პროცესში დარჩენა მარტივი. ანუ ეს არ არის იქ სადაც ფულსი შოვი, ეს არ არის პროცესი, სადაც რაღაც. ეს არის პროცესი, სადაც გადიხარ ჯოჯოხეთს და ამ პოლიტიკოსებმა მათ შორის ხო ვინც არიან. ამას გაუძლეს, ანუ მათ ალბათ თუ კარგად აჩვენეს თავიანთი ნებელობა და სიმტკიცე. მათ შორის ალბათ ჩვენც უნდა დავინახოთ, როგორც საზოგადოებამ რაღაც სხვა მათში საბოლოო ჯამში ეს ბალანსი ალბათ დადგება. უბრალოდ ზაზა ერთი ნაწილზე მინდა რომ კითხოთ, აი პროტესტი გადარჩა, პროტესტი ძლიერია, პროტესტი, ნუ ქონდა თავისი აღმართები პლატო, მაგრამ აი ნახეთ რომ 13 სექტემბრის აქცია სხვა შორის ძალიან ხალხმრავალი იყო, ძალიან იმედის მომცემი იყო. თუმცა ამასთან ერთად ჩვენ ვნახეთ, როგორ შემოაცალა ივანიშვილმა გარშემო ინფრასტრუქტურა ამ პროტესტს. ხო, ფინანსური, საორგანიზაციო, ეს შეეხო ოპოზიციურ პარტიებს, მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხო, აი ორგანიზებას რაც ჭირდება. და ბევრი ხედავს, რომ აი ჩვენ ეს პროტესტი არსებობს, მაგრამ ეს არ არის ის, რამაც შეიძლება ეს შემოატრიალოს. აი რაღაც მომენტი დადგება, როცა ივანიშვილი შეძლებს სრულად მობილიზებას ძალაუფლების. ხედავთ ამ რისკს, რომ აი ძალიან ახლოს შეიძლება ეს მომენტი დადგეს?
ივანიშვილს მე მგონი ეს მომენტი უკვე აქვს, მას ძალაუფლება სრულად აქვს მობილიზაციის. თუმცა ლეგიტიმაცია ხო არ აქვს შიდა და აი ეს მომენტი რომ გადატეხოს ეს შიდა ლეგიტიმაციის არ ქონა, აი ეს რამდენად არა, მაგას ვერ იზამს. რომ ის სასარგებლოდ მუშაობს, ალბათ უფრო ამაზეა კითხვა. ხო, რთულის, ანუ ეს ავტომატურად ამ შემთხვევაში ასე ნამდვილად არ არის, რომ დრო ან იმის სასარგებლოდ, ან დინამიური პროცესია, რაც შეეხება ამ ტოტალურ კონტროლს, მას უკვე აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველაფერს ფაქტობრივად აკონტროლებს, მაგრამ ეს რაღაც თვალსაზრისით კარგია, იმიტომ რომ ის მოწყვეტილია რეალობას და დარჩენილია მხოლოდ ამ ეგრეთ წოდებული ისევ ელიტების და კონკრეტული ხისტი ძალის იმედად. ანუ მას აღარ აქვს ეს იგივე ჩვენ რო ვსაუბრობთ იმედი პოსტივი მაგისი პროპაგანდისტული არხები, იმაზე სხვა აღარ არის საუბარი, რომ ვინმეს არწმუნებს, ხო? რეალურად ამ პროპაგანდისტულ არხებზე ის აჟღერებს ისეთ მესიჯებს, რომ ვიღაცაებმა მერე გაიმეორონ, ანუ ხო არ იტყვის, რომ მე მინდა გავაგრძელო ფულის მოპარვა, ის გეტყვის, რომ მე მინდა, რომ ომი არ იყოს, ხო? და კიდე შემდეგი წება ასეთი ხალხის არის, რომ იცი რა პირობითად აი LGBT პროპაგანდას, ანტი-LGBT პროპაგანდას რო აწარმოებენ, ხო? ანუ კი ვიცით ახლა რომ ხოცები ეგეთები არ არიან და არც მე ვარ ეგეთი, მაგრამ ვიღაც ხო არის ეგეთი და იმ ვიღაცას ელაპარაკებიან, ანუ რაღაცნაირად აправებენ იმას, რაც სინამდვილეში ბუნებაში არ არსებობს, ხო, თავისივე შექმნილი, არაფრიდან წამოსული დღის წესრიგია, მაგრამ ეს დღის წესრიგი პირდაპირ, ანუ იდენტურია იმისა, რასაც ეუბნებიან რუსები. იდენტური კი არა, რუსულია. თავიდან ბოლომდე დღეს ნახულობდი დოდონის განცხადებებს მოლდოვაში. რა ვიცი, რო არ იცოდე ვინ საუბრობს, შეიძლება იყოს ირაკლი კობახიძე, შეიძლება იყოს პაპუაშვილი. ხო, იქაც საუბარია დოდონი, რომელიც არის პირდაპირ რუსული ძალის განსახიერება, ამბობს, რომ აქ რუსეთი კი არ ერევა დასავლეთი. რომ სოროსი ელევა და ასე შემდეგ და ადრეც ხო შორის პროპაგანდისტული ნარატივები როცა ვრცელდებოდა, კვლევებში ამოვიდოდა, რომ უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში ერთსა და იმავე ყალბახალ ამბებს ავრცელებდნენ ხოლმე. უბრალოდ ახლა ის თავისებურება, რომ მაგალითად ადრე ჩვენი ხელისუფლება ფუთავდა ამას და დაბალანსებას ცდილობდა და ახლა, რავი, კობახიძის და ზახაროვას განცხადებები იყო იდენტური საერთოდ რაზე არ ლაპარაკიან. შეფუთვის მცდელობაც არ არის, მე მგონი ამ მიმართულებით და ძალიან დიდი სიცხადეა დამდგარი, მაგრამ პროპაგანდა მაინც მუშაობს და მუშაობს განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ახალ ამბებსაც უფრო პასიურად ეცნობა, მოწყვეტილად გრძნობს თავს ამ პროცესებისგან. აი როგორ ფიქრობთ, რატო ვერ გაფართოვდა პროტესტი ისე, რომ მოიცვას ეს ადამიანები, იმიტომ რომ როცა ჩვენ საუბრობთ ცვლილებაზე, რევოლუციაზე თუ ასე შემდეგ, ჭირდება ბევრად უფრო დიდი და ფართო კოალიცია ხომ ასეა და პროტესტი მაინც ჩანს, რომ მოქცეულია გარკვეულ ფარგლებში და განსაკუთრებით რეგიონების მიმართულებით, კი რა თქმა უნდა არის კერები, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ საერთო სახალხო ფორმა აქვს მიცემული მასშტაბის თვალსაზრისით ამ ეტაპზე. ანუ ამ მიმართულებით ალბათ მეც უნდა აკეთებდნენ პარტიები. ვინაიდან რეგიონებში ინფრასტრუქტურა და ქსელი როგორც ასეთი აქვთ მათ. და მე არ ვიცი, შეიძლება ისეთი რაღაცები კეთდება და ისეთი აქტივობები არის, რომელიც მაინდა-მაინც ყოველთვის არ ჩანს, მაგრამ ნუ განცდა ისეთია, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი რესურსი არსებობს. თუმცა არ გაფართოვებაზე, როდესაც არის საუბარი, არ ვიცი ეს რამდენად რეალისტურია, ვინაიდან მე მაქვს ყარი განცდა, რომ როდესაც რუსთაველზე არის რაღაც 200-ან 300.000 ადამიანი, რამდენიმე ჯერ მეტი მათ გულშემატკივრობს სახლებიდან, რეგიონებიდან, უცხოეთიდან, რომლებიც სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო იქ არ არის. მაგრამ ეს აღარ არის ისეთი პროტესტი, როგორც იყო 2013, 14, 15, 18 წელს, ხო, როდესაც ან პარტიული ნიშნით იყო ეს ხალხი გაერთიანებული, ან რაღაც კონკრეტული მოვლენა აერთიანებდა, როგორც იყო კლუბებში შევარნა, ან სარალიძის კვლელობა და მაჩალიკაშვილის კვლელობა, ხო? არა, ეს არის უკვე საზოგადოებრივი კონსენსუსი ყველა შრეს, რომელიც ეხება ყველა ასაკობრივ კატეგორიას, ყველა რაღაც პარტიული მიმართულებისა თუ აღსარებლობის ადამიანს, რომლებიც რო დაუბრუნდეთ თუ თავიდან რაც თქვით, უბრალოდ თანხმდებიან იმაზე, რომ ეს აღარ გვინდა. ხო, აი თავად ქართული ოცნების რიგითი მხარდამჭერებისთვისაც კი და ჯერ კიდევ შერჩნენ ასეთები, მათთვისაც ხომ არანორმალური ვითარება ეს ყველაფერი, მათაც კი არ უნდა მოწონდეთ. და კრიზისის მოგვარებას კითხოვენ, ესენი სხვა მხრიდან თხოვენ, მაგრამ ისინიც არ არიან კმაყოფილები, ხომ დღეს საქართველოში ცხოვრებით. რიგით ადამიანებზე ვამბობ, ვინც მაინც ხმას აძლევენ ქართულ ოცნებას. ხო, მე მაინც გონია, რომ აი რო დაუბრუნდეთ ისევ სალომეს კითხვას და ამას დიდი ხანია ვამბობ, საკვანძო მნიშვნელობა აქვს პროპაგანდას
რომელიც მოედინება, ანუ რასაც ოდესღაც შევარქვი ქართულენოვანი რუსული მედია, ქართულენოვანი რუსული მედიიდან რაც მოედინება, ეს არის მათი ძალაუფლების ხერხემალი. კი, ფულიც მნიშვნელოვანია, ძალოვანი სტრუქტურების და ყველაფერი ეს, მაგრამ აი ამ პროპაგანდის გარეშე დიდი ხნის ჩამოშლილები იქნებოდა. ვინაიდან საბოლოო ჯამში ის რობოკოპი თუ ის კორუმპირებული ტიპის სახში რომ მიდის, მას ჭირდება რაღაცნაირად საკუთარი თავის და ოჯახის წინაშე იმის გაპროვება, რასაც აკეთებს, ხო? და აი ამ საკვებს, ამ ყალბ, მაგრამ საკვებს აწვდის ზუსტად ეს პროპაგანდა. სამწუხაროდ და მას არავის ბატონო, სანქცირება არის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი და ხო, აი მაგაზე ხო არ არის ოღონდ ფლობელი ხა იმედის, ვივანიშვილია იმედის ფლობელი, ხო, ხა რუხაძის სანქცირება კი რაღაც ფინანსურად, მაგრამ ეს მის ჯიბეში ზის. რუხაძე არის ადგილმონაცვლე უბრალოდ იქ. მის საქმე ყოველთვის ადგილმონაცვლეობა იყო, არასდროს ეგ ბიზნესმენი არ ყოფილა. ნუ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ივანიშვილთან არის დაკავშირებული, შეგვიძლია ეგრეც განვიხილოთ და სანქციებს თავის მნიშვნელობა არ დაუკარგავს და ნუ რუხაძე ცოტა მეტია ვიდრე მისი ზოგიერთი ივანიშვილის ბიზნესმენი, მათ შორის ცოდნით და გამოცდილებით, მაგრამ ამიტომ არის უფრო ეფექტური ვიდრე ზოგიერთი სხვა. მაგრამ აი რო დაუბრუნდეთ ამ პროპაგანდის საკითხს, სამწუხაროდ ჩვენი მხრიდან, ქართული საზოგადოების მხრიდან, ქართული მედიის მხრიდან აი ამ რუსულ ქართულენოვან მედიას ყოველთვის თანმიმდევრული პასუხი არ გაეცემა, ხო? ჩვენ რაღაც ad hoc რაღაცას დავინახავთ, შევეპასუხებით, იქ რაღაცას გამოვიძიებთ, იქ რაღაცას უარყოფთ, მაგრამ აი მითების დეტექტირება და ფაქტ ჩეკინგი უკვე დიდი ხანია აღარ არის ანუ მედიას არ გულის ხო ზოგადად ხო? ბაჭოდარ მედიაც აკეთებს ამას, მაგრამ ნუ ანუ ეს არ არის საკმარისი და ბევრად უფრო პროაქტიული მათ შორის საკადრო პოლიტიკა თუ არ ვიცი, ანუ ფეისების პოლიტიკაა საჭირო, რომელიც უფრო თანმიმდევრული იქნება იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც მოდის მათგან. მე მგონია რომ ეს გაკეთებადია რაღაც ეტაპზე მაინც მივალთ იმ რეალობამდე, როდესაც სხვა არჩევანი და სხვა ვარიანტი არ დარჩება თუ არა ის რაზეც ვწავლობთ. 4 ოქტომბერს ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ არჩევნები მგონი არ გვხსენებია, ხო? დროსაც არის მაგდრეს და რა კონტექსტი არის არჩევნები ამ დღისა და საერთოდ ჩვენი მომავალი ცხოვრების, მომავალი კვირების ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ პირველი არჩევნები იქნება, სადაც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი მონაწილეობას არ მიიღებს და ალბათ აქტივობაც იქნება დამყარებული. ამორჩევლის შესაბამისად. და შესაბამისად, იცი რა, პირველ რიგში ამორჩეველი არ მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად პარტიები ეს რიგ შემთხვევაში. ხო, მე ამ თემაზე რო გავიხსენო ჩემი კეთილგანწყობილი კამათი, რამდენიმე კამათი ადამიანებთან, რომელიც თვლიან, რომ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. საბოლოო ჯამში დადიოდა საუბარი იმაზე, რომ აი არიან ადამიანები რეგიონებში, ვისაც სხვა შემოსავალი არ აქვს და ასე შემდეგ, ანუ დადიოდა ძალიან სევდიან მატერიალურ მხარემდე, ხო, რომ ვიღაცას სჭირდება ის ხელფასი. გასაგებია, მაგრამ იმ რამდენიმე ათასი ადამიანის მოხელის ხელფასი არ უნდა იქცეს საქართველოს მომავლის დასამარების წინაპირობად. ხო, არანაირი სხვა ლოგიკური არგუმენტი, რატომაც ჩვენ არჩევნებში, ანუ ვინმე დღეს ოპოზიციურად განწყობილ უნდა იღებდეს მონაწილეობას, არ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ის მიზეზი, რის გამოც წინა არჩევნები იქნა აღიარებული არალეგიტიმურად, დღეს არა მხოლოდ ძალაში რჩება, არამედ გაუარესებულია და მას დაემატა ბევრი ახალი მიზეზი, ისეთი როგორც არის დრაკონული კანონმდებლობა, ის რომ დამკვირვებელი აღარ იარსებებს, ის რომ იმ ოთახში, სადაც სტალინის ის არის, ხო, ცნობილი ფრაზა, ვინც ითვლის ის იგებს და აი იმ ოთახში მარტო ეგენი არიან. აი რასაც უნდა იმას დაწერს, აი რა გორბი რასაც უწერს ივანიშვილს, რა შეუშლის ხელს, რომ თქვას, აი 54 იქნება თუ 64 თუ 75, თუ იქნებ ითქვას, რომ იცი რა, მოდი ახლა კონკრეტულად მოვისმენთ კამერებს დავაყენებთო, უბნებს რაღაც ასეთი თქვა ლელოცხვრიდან, იმიტომ რომ საინტერესოა ხო თავის მიამიტია და არ ეყრდნობა იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ და შევიძინეთ თუნდაც მხოლოდ ივანიშვილის პირობებში. შესაბამისად, ის რაც არჩევნებით ვისებრივად არ არის, ანუ ჩვენი მხრიდან მას არჩევნები ვერ ეწოდება და უბრალოდ, ნუ მე პირადად ვერიდები ხოლმე ამაზე ამ კვეთრ შეფასებებს, ვინაიდან მგონია რომ იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც გადის არჩევნებში, 90-95% მაინც საბოლოო ჯამში რეალურად, ნუ გახარია სართული. რეალურად არიან ოპოზიციური ამომრჩევლები, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები და გადამწყვეტ მომენტში იდგებიან იქ, სადაც უნდა იდგნენ. ხო, თვითონაც თან ასე ამბობენ, რომ ეს პროტესტს ხელს არ უშლის. ასე ამბობენ ლელოს წარმომადგენლები, თუმცა ხო, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა პროტესტის დემონიზებაც დაიწყეს და უფრო მეტად იყოფა რიტორიკულად მათი გზები, ესე ჩანს დაგემშვიდობებით ბატონო ზაზა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის.